მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, გამარჯობათ. ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს ჩართეთ ჩემი ვიდეო და ადევნებთ თვალყურს, რადგან ვისაუბრებ ძალიან საინტერესო თემაზე, რომელიც ბევრ ჩვენგანს აწუხებს, მაგრამ სამწუხაროდ ბევრსერიდება, რცხვენია თუ თავს არიდებს ამ პრობლემაზე საუბარს. ეს არის დემოდეკოზი, ეს არის დემოდექსის პარაზიტები, რომელიც უამრავ ადამიანს ჭირს, აწუხებს და არ იციან როგორ გაუმკლავდნენ ამ პრობლემას. მე ამ პარაზიტების პრობლემას დემოდეკოს პირველად გადავეყარე 7 წლის წინ. არაფერი არ ვიცოდი მის შესახებ, რა იყო არ ვიცოდი, რა სახელწოდებაც არასოდეს არ მსმენია. ვიყავი მიახლოებით 35 წლის და მოულოდნელად გამომაფინა შუბლზე. მადლობა ღმერთს, მხოლოდ შუბლზე და არა მთლიანად სახეზე. შუბლზე ვფარავდი მას როგორც დღეს, ჩოლკის საშუალებით და ტონალური საშუალებით. დღესაც ესე ვფარავ მე დემოდეკოს, რადგან მომცა რეციდივი და მიახლოებით სადღაც 3 კვირის წინ შემომიტია ამ პარაზიტებმა. დღესაც ვატარებ ჩოლკას, დღესაც მიდეს ტონალური, მაგრამ ისეთ საგანგაშო სიტუაციაში არა ვარ, რადგან მე დღეს ვიცნობ ამ პრობლემას, მე ვიცი ამ პარაზიტების არსებობა და ვიცი თუ როგორ უნდა გავუმკლავდე ამ პრობლემას. მოკლედ 7 წლის წინ თუ რა მეთოდებს ხმარობდი და რა მეთოდებით უმკლავდებოდი მე ამ პრობლემას, მაქვს მე ვიდეო გადაღებული, მაგრამ დღეს მინდა რამდენიმე პუნქტი დავამატო და უფრო გავაღრმაო ეს თემა. მოკლედ დაგილინკათ აუცილებლად დავლა თუ არა გაქვთ ჩემი განვლილი ვიდეო ნანახი, მაგრამ მაგთ ზოგადად ზედაპირულად საუბრობ მე აკნესა და დემოდეკოსზე და თუ რა მეთოდებით უნდა გაუმკლავდეთ მას, მაგრამ დღეს მინდა კონკრეტულად დავასახელო ის პროდუქტი და ის მეთოდი თუ როგორ შევაფერხე მე დემოდეკოზის განვითარება, როგორ შევაჩერე ისინი და როგორ დაიხია ამ პარაზიტებმა უკან. ერთს გეტყოდით, არ მოგერიდოთ, არ შეგრცხვეთ ამ თემაზე საუბარი. ეს არ არის რაღაც საშინელი დაავადება და რაღაც ისეთი ინფექცია, რომ თქვენ ამის გამო ვინმე შეზიზღდეთ და თქვენზე გული აიწროს. ეს დემოდეკოზის პარაზიტები 90%-ს ყველას გვყავს ორგანიზმში, ანუ კანქვეშ, განსაკუთრებით კი ცხიმიანი კანის მატარებელ ადამიანებს. მეც მყავს ეს, მე არ ვიცოდი, მაგრამ მყოლია და მოძებნეს მათ ისეთი შესაფერისი მომენტი და ამომაფინეს შუბლზე. მართალია მარტო საცხებით ჩვენ მათ ვერ გაუმკლავდებით, არანაირი მალამო და მაზი არ გვიშველის ჩვენ ამ პრობლემის წინააღმდეგ, ანტიბიოტიკებიც იძლევა რაღაც ნაწილობრივ შედეგს, მაგრამ არა 100%-იანს, ამიტომ ჩემ შემთხვევაში ანტიბიოტიკებს მე თავი დავანებე, რადგან მომცა უკუჩვენება და უფრო უარესად გამომაყარა კანზე და დღეს მე აბსოლუტურად სხვა მეთოდი მაქვს შემუშავებული და არ მაშინებს მე ეს საზიზღარი პარაზიტები. მოკლედ რამ გამოიწვია დღეს ჩემში ეს პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ თვალყურს ვადევნებ კვების რაციონს, ამოღებული მაქვს დროჟი, რძის პროდუქტები, ტკბილი საერთოდ არ მიჭამია დიდი ხნის განმავლობაში და თუ ვჭამ ძალიან მინიმალური რაოდენობით, მოკლედ ძალიან ვაკონტროლებ მე კვების რაციონს, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა, ორგანიზმმა განიცადა ცვლილებები, დამერღა ჰორმონალური ფონი, გამიჩნდა ანთება, გავცივდი და პლუს ამას დაემატა კუჭნაწლავის პრობლემებით. წლებია მე ვებრძვი შეკრულობას, მართალია უკვე წყობში მაქვს მოყვანილი ასია თუ ისე ჩემი კუჭნაწლავის მუშაობა ვაშლის და წყლის საშუალებით, რა შედარებაა, არაჩვეულებრივი ეფექტია ამ პროდუქტის გამოყენების შემდეგ, მაგრამ მაინც მაწუხებს ეს პრობლემა და იმის დამიხედვით თუ რას მივირთმევ და რას დავლევ. მოკლედ ახლა საქმეზე და ნაბიჯს, რაზე გაამახვილოთ ყურადღება. დააკვირდით, რომ არ მიირთვათ ტკბილი, ჩიფსი ამოიღეთ ალკოჰოლი აბსოლუტურად, დროჟი და ტკბილი. ეს ყველაფერი უნდა გამორიცხოთ. მიირთვით დიდი რაოდენობით მწვანე ბოსტნეული.
ძალიან დიდი რაოდენობით მწვანე ხილბოსტნით დამზადებული ყვენები და სმუზები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მას, რადგან მწვანე სმუზები ასუფთავებს კუჭნაწლავს და აგვარებს ალაგებს ღვიძლის პრობლემას. დემოდეკოზის განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია აგრეთვე ღვიძლიც. ღვიძლის გადიდება არ არის მხოლოდ ალკოჰოლით გამოწვეული, ეს შეიძლება იყოს ჭარბი მედიკამენტების მიღებით გამოწვეული, ეს შეიძლება იყოს გამოწვეული ცხიმიანი საკვების მიღებით და კიდევ მრავალი ფაქტორით. მოკლედ ძალიან ბევრ ჩვენგანს აქვს ღვიძლი გადიდებული და მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს პრობლემა აღმოფხრათ. როდესაც ღვიძლი გექნება წესრიგში, როდესაც ჰორმონები იქნება წესრიგში, არ გექნებათ არც ანთება, არც ჰორმონალური დისბალანსი, კისტა და ათასგვარი დაავადება, მაშინ უკვე შეგიძლიათ მალამოების გამოყენება პარალელურად და რა თქმა უნდა არ უნდა დაგვავიწყდეს ვიტამინები. მე არასოდეს არ შემიწყვეტია ვიტამინების დალევა პროფილაქტიკისთვის კურსებით ყოველთვის ვსვამდი მე ჩემთვის განკუთვნილ, ჩემთვის საჭირო ვიტამინებს და ეს ბოლო 3 კვირა მე ვიტამინებს უკვე სისტემატურად ვიყენებ და რა ვიტამინებია ეს? ეს არის ვიტამინ C, რომელიც არის ანტიოქსიდანტი, ანტიბაქტერიული და ანთებისაწინააღმდეგო, რომელსაც მე ვსვამ ფაქტიურად ყოველთვის 1 აპს დღეში. ამ დემოდექსის პარაზიტებს და ზოგადად აკნეს და ანთებით პროცესებს ვიტამინ C არაჩვეულებრივად უმკლავდება. და მაქვს აგრეთვე ვიტამინ C-ს ფხვნილი, რომელსაც მე ვამატებ სუბუქ ნიღბებში და ვისმევ ჩემს პრობლემურ ადგილზე. ვიტამინ C-ს ნიღბები, ვიტამინ C-ს სერუმი და ვიტამინ C ზოგადად არის ყველაფერი კანის პრობლემების მოსაგვარებლად და ორგანიზმში ანთებითი პროცესების ჩასაცხრობად. ამ ვიტამინ C-ს პარალელურად მე ყოველთვის ვსვამ ვიტამინ D3-ს და ვიტამინ K2-ს. ეხლა არა მაქვს ადგილზე ეს ცხიმოვანი წვეთები, მაგრამ ვიტამინ C-სთან ერთად აუცილებლად შედის ვიტამინ D და ვიტამინ K2. რა თქმა უნდა, არ უნდა დამავიწყეს ამ ჩემს ყოვლის შემძლე MSM-ზე. მოგახსენებთ, რომ MSM-ი არის ორგანული გოგირდი და გამოიყენება დასალევად არის კაფსულები. და მე მას თუ ვსვამდი პროფილაქტიკის მიზნით წლების განმავლობაში 1 აპს დღეში, ეხლა მე ვსვამ 2 კაფსულას ორჯერ დღეში. MSM-ი არის პირველი მტერი დემოდეკოზისთვის. გოგირდის სუნი არ უყვართ მას და გოგირდის სუნზე ისინი უკან იხევენ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ. არასოდეს არ გაგვიქრება ჩვენ დემოდეკოზი სრულ ყოფილად. ისინი მაინც დარჩებიან ჩვენს ორგანიზმში, მაინც დარჩებიან კან ქვეშ, მაგრამ იქნებიან ისე მიძინებულ ფორმაში. არ უნდა გავაღვიძოთ ჩვენ ისინი და ყოველთვის უნდა მივაქციოთ ყურადღებას ჩვენს ორგანიზმს. ესე იგი, პირველი პუნქტი, როგორ ვიწყებთ ბრძოლას ამ პარაზიტების წინააღმდეგ. ვირეცხავთ კუჭნაწლავს, ვისუფთავებთ ორგანიზმს, ვსვამთ პარალელურად მწვანე სმუზის და ვიწყებთ ზემოთხსენებული ვიტამინების დალევას. გაუსუფთავებელ ორგანიზმზე არანაირ შედეგს არ მოგცეთ თქვენ მხოლოდ ვიტამინების სმა. მეორე პუნქტი ეს არის შესაფერისი კანის მოვლა. ამ პერიოდში უნდა გამოვრიცხოთ პილინგები. პილინგების გაკეთება არ შეიძლება. პილინგებს ვიწყებთ უკვე კანის გამოჯამრთელების შემდეგ, როდესაც დაგვრჩება ჩვენ ნაწიბურები, ქიმიური პილინგებით, მჟავის პილინგებით უკვე შეგვიძლია აი ამ ნაწიბურების გაქრობა და გაფერმკრთალება. ჩემს შემთხვევაში დემოდეკოზმა უკვე უკან დაიხია ზუსტად 3 კვირაში მოუღე მე ამ დაავადებას ბოლო, ამ პარაზიტებს ბოლო, უკვე ხმება ჩემი გამონაყარი და როდესაც ის სკანი გაიწმინდება, რჩება უკვე ლოგიკურია ნაწიბურები. ნაწიბურებს კი მე გავუმკლავდები ოხრახუშის ნაყენით, ოხრახუშის საპნის გამოყენებით და რა თქმა უნდა, ქიმიური თუ მჟავის პილინგებით. მეორე პუნქტი, რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ეს არის აუცილებლად გოგირდის მიღება. ანდელ ჩართვაში მინდოდა ამ გოგირდის შესახებ უფრო დაწვრილებით მესაუბრა. რატომღაც არავინ არ იცის ამ არაჩვეულებრივი პროდუქტის შესახებ, თუ როგორ დიდ როლს თამაშობს ის დემოდეკოზის სამკურნალოდ. დემოდექსის პარაზიტებს საშინლად არ უყვარს გოგირდის სუნი. საკმარისია თქვენ გამოიყენოთ გოგირდი
როგორც აბების სახით დალიოთ ის, შეგიძლიათ გამოიყენოთ მისი საპონი და შეგიძლიათ დაამატოთ გოგირდის ფხვნილი აგრეთვე ნიღბებში და გააკეთოთ უმარტივესად სახში მალამოები. დამიჯერეთ რამდენიმე კვირაში უკვე სასურველ შედეგს მიაღწევთ და ნახავთ, რომ ყოველ დღე იხევს პარაზიტი უკან და თქვენი სახის კანი უკვე გამოჯანმრთელების გზას ადგას. მოკლედ არსებობს ორი სახის გოგირდი, ორივე არის შინაგანი მოხმარებისთვის განკუთვნილი. არის ორგანული გოგირდი MSM, რომელსაც ჩვენ კაფსულების სახით ვსვამთ და არის არაორგანული გოგირდი, რომელიც მე შევუკვეთი Amazon-ზე, აუცილებლად დაგილინკავთ ვიდეოს დაბლა ლინკს, თუსაც შეიძლება მისი შეძენა. ღირს ძალიან იაფი, აქ ძალიან არაშემაწუხებელი გოგირდის სურნელი. ამ ფხვნილის საშუალებით მე დავიწყე საპნის გაკეთება, მალამოს გაკეთება და ვაკეთებ აგრეთვე ნიღბებს და ვიდებ აი ამ პრობლემურ და ამ დაავადებულ ადგილებზე და კარგად აშუშებს და სპობს დემოდეკოს. ეს არის არაორგანული გოგირდი. არაორგანული გოგირდი აგრეთვე ისმევა. მე მას ვურევ ნუშის თუ შვრის რძეში და ძალიან ვამატებ ოდნავ თავს და ძალიან სასიამოვნო დასალევია და ვსვამ დღეში ერთხელ. მოკლედ ასუფთავებს არაჩვეულებრივად კუჭნაწლავს, კლავს ორგანიზმში ყველანაირ ბაქტერიას და როგორც გითხარით გოგირდის სუნზე დემოდეკოზი ფაქტიურად ქრება. ესე იგი, MSM არის ორგანული გოგირდი, რომელსაც ექიმები უნიშნავენ პაციენტებს სახსრების და კუნთების ძვლების დაავადების შემთხვევაში და აგრეთვე მიმართულია კანის მკურნალობისთვის. არაორგანული გოგირდი კი აგვარებს კუჭნაწლავის პრობლემებს, როგორც გითხარით, და კლავს ორგანიზმში ნებისმიერ პარაზიტს და ბაქტერიას. მოკლედ, ეს ერთი პროდუქტი ორი სახის არის ჩემი მასტხევი და ამ პროდუქტების გამოყენებით მე ფაქტიურად 3 კვირაში ამ პარაზიტებს მოვერი, ანუ დავამარცხე მე ისინი. რა თქმა უნდა, ვაგრძელებ მკურნალობას, კანი არ არის გადაწმენდილი, მართალია ის მსხვილი დიდი გამონაყარი შუბლზე უკვე აღარ ამაქვს, ჩაცხრა, კანი ხმება, მაგრამ აუცილებლად უნდა დავლიოთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რომ ჩვენ კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში აი ამ ბაქტერიებმა თუ პარაზიტებმა აღარ შეგვაწუხონ. მოკლედ, რისი თქვა მინდოდა, აკონტროლეთ აუცილებლად ორგანიზმი, იარეთ სისტემატიურად ექიმთან, გაისინჯეთ ღვიძლზე, კუჭნაწლავზე და ჰორმონებზე და რა თქმა უნდა მიმართეთ აგრეთვე კარგ დერმატოლოგს. კარგმა დერმატოლოგმა გოგირდის არსებობის შესახებ იცის. გოგირდი მე არ დამსიზვრებია, ეს არის ერთ-ერთი არაჩვეულებრივი ჰომეოპათის მიერ დანიშნული პრეპარატი. უკუჩვენება არანაირი არ აქვს, პირიქით არაჩვეულებრივად ასუფთავებს ორგანიზმს პარაზიტებისგან, აგვარებს სახსრების პრობლემას და განსაკუთრებით შემიყვარდა გოგირდის ფხვნილი. ეს ყვითელი ფერის ფხვნილი, როგორც გითხარით, არანაირი სუნი მას არ აქვს შემაწუხებელი. ამ ფხვნილისგან დამზადებული მალამოთი და საპნით მე ვარ ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი და გული მწყდება, რომ წლების წინ მე ამ პროდუქტის შესახებ არაფერი არ ვიცოდი. დღეს მე ფაქტიურად 3 კვირაში უკვე დავამარცხე. ეს დაავადება, როგორც გითხარით, ვიცი, როდესღაც წლების შემდეგ ესენი ისევ დაბრუნდებიან, სამუდამოდ არასოდეს არ მიმატოვებენ ამის ბედნიერება მე არ მექნება, მაგრამ გოგირდის საშუალებით და ვიტამინ D-ს საშუალებით, რომელსაც აქვს ენით აუღწერელი ეფექტი ზოგადად აი ესეთი დაავადებების წინააღმდეგ, ვიცი რომ მე ამ პრობლემას გავუმკლავდები. მოკლედ, სულ ეს იყო, რაც მე დღევანდელ ვიდეოში მინდოდა მეთქვა. მქონდა აბსოლუტურად სხვა თემა გეგმაში, მაგრამ გადავწყვიტე დემოდეკოზე და ზოგადად გოგირდზე მომეყოლა თქვენთვის, რადგან დღეს არის ეს ჩემთვის ყველაზე მტკივნეული თემა. ასე რომ არასოდეს არ დაყაროთ ფარხმალი. მიუხედავად იმისა, რომ მე რეციდივმა გამიმეორა, ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, ვარ დადებითად დამოხტული, რადგან ვიცი რომ მხოლოდ მე შემიძლია ჩემი თავის დახმარება. რა თქმა უნდა, არა ვარ მედიცინის და ექიმების წინააღმდეგი, სიამოვნებით ვითვალისწინებ მათ რჩევას, მაგრამ სამწუხაროდ მე მათ მიერ დანიშნულმა პრეპარატებმა და ანტიბიოტიკებმა არანაირი შედეგი არ მომცა. თუ მომცა შედეგი მხოლოდ რამდენიმე დღით. შემდეგ კი ისევ
ყველაფერი თავიდან იწყებოდა. მოკლედ 100-ია თუ ისე ზოგადად მონახაზი გავაკეთე და დაიწყეთ დღეიდანვე თქვენი პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა. ანალოგიური ეხება აგრეთვე როზაციას. გაისუფთავეთ კუჭნაწლავი, დალიეთ მწვანე ხილბოსტნეულისგან დამზადებული სმუზი, შეიძინეთ ვიტამინები D3, K2, ვიტამინ C და გოგირდი, MSM-ი ორგანული და არაორგანული გოგირდი, დალიეთ, გაიკეთეთ ნიღბები, დაამზადეთ მალამოები და ძალიან მალე ნახავთ შედეგს. ერთად დავამატებდი საღამოს, როდესაც სამსახურიდან მოვდივარ, ვისუფთავებ სახეს მაკიაჟიდან და ვუდგები კანის მოვლის რიტუალს. პირველი რასაც ვაკეთებ, ვიშორებ მაკიაჟს და ვიკეთებ ანტიბაქტერიულ ნიღაბს შუბლზე. რადგან ჩემდა საბედნიეროდ ეს პრობლემა მე მხოლოდ შუბლზე გამომდის. და ბოლოს უკვე გასუფთავებულ შუბლზე ვიდებ გოგირდის მალამოს. გოგირდის ფხვნილს ვაზავებ თუთიის მალამოში და ვისმევ მთლიანად შუბლზე. აი ესე შუშტება ჩვენი პრობლემები და ესე დაიხია ჩემმა დემოდეკოზმაც უკან. ნაწიბურებს კი არაა პრობლემა, ეს მე არ მაშინებს, ძალიან მალე გაუმკლავდები, კარგად აღიავებს ნაწიბურებს. შის კარაქი, კარგად უმკლავდება ოხრახუშის ნაყენი, ოხრახუშის ნიღბები და საბუნი და კიდევ სხვა და სხვა. ამ თემაზე კი ვიდეოს მე ცალკე ჩავწერ. ეხლა კი დაგემშვიდობებით და გული არ გაიტეხოთ. ყველაფრის განკურნება შეიძლება, მთავარია სულიერად არ დაეცეთ და არ დაგავიწყდეთ. მინიმუმ ყოველდღე უნდა დალიოთ 4 ლიტრი წყალი. გისურვებთ ჯანმრთელობას, პარაზიტების და კანის პრობლემების გარეშე. კარგად იყავით.